დედამიწები, რომელიც როცა გარდაიცვალა, მე ვიყავ მაშინ 20 წლის, მე მქვია მის სახელი სიმონ მასყარაშვილი და მე ხვეწებოდა გარდაცვალებამდე კაიხნით ადრე, რომ მაგნიტოფონი მიმეტანა მისთვის, რათა ჩაეწერა ის მოგონებები, რომელიც უნდოდა რომ დარჩენილიყო. დაგვრჩენოდა პირველ რიგში მიშთამომავლებს და როგორც ის ფიქრობდა შეიძლება ეს ზოგადად საზოგადოებასაც გამოდგომოდა. ეს სურვილი მაშინ მე ვერ შეუსრულე, უпроსტად არ შეუსრულე ახალგაზრდობიდან გამომდინარე, მაგრამ რაც მახსოვს, ის მინდა მოგითხრათ. ბაბუა დაბადებული იყო 1908 წელს. ოფიციალურად ეწერა 1907 წელი. 1907 წელს და უпроსტად 1907 წლიდან დაბადებულმა თაობამ ჩამოაყალიბა ერთი დიდი მოძრაობა, რომელ მოძრაობასაც ერქვა ილიას მიმდევრების მოძრაობა, სხვაგვარად ილიისტების პარტია. და ამ პარტიის შესახებ სიმართლე გითხრათ არ შეკამიცოდა და ფართო საზოგადოებისთვისაც დღემდე უცნობია. მხოლოდ აი ამ პარტიის რამოდენიმე წარმომადგენლის იგივე უცხოეთში გადახვეწილი ალექსანდრე ცომაიას მოგონებებშია დაცული ცნობა ამ ფარული პარტიის არსებობის შესახებ და მართლაც და შემთხვევითი არ იყო ამ პარტიის გაჩენა და იდეოლოგიურადაც გამორჩეული იყო ყველა იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც საქართველოში მე-20 საუკუნეში არსებობდა. ამ პარტიის ყველაზე უხუცესი, ასე ვთქვათ, წევრები გარდა ერთი კაცისა დაბადებულნი იყვნენ 1907 წელს. 8 წელს, 9 წელს, მოკლედ 1907-დან 14 წლამდე. ალბათ ხვდებით ხო რა კავშირშია 7 წელთან. ეს იყო თაობა, რომელიც დაიბადა მაშინ, როდესაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ეს ბავშვები გაიზარდნენ პირდაპირ ოჯახებში, რა თქმა უნდა, ილიას მიმდევართა ოჯახებში, ოღონდ მათ ილიას სახელი, ილიას კვლელობა ესმოდათ როგორც უდიდესი სიწმინდე. ესმოდათ რომ ეს იყო ჩვენი ერის, როგორც ისინი ეძახდნენ, უგვირგვინო მეფე, ჩვენი ერის მამა და რომლის კვლელობითაც ყველაზე დიდი ტკივილი, დარტყმა და ზიანი მიიღო ქართველმა ერმა, ქართულმა ცივილიზაციამ. ამიტომაც მათ აი ბავშვობიდან რო იტყვიან დედის რძესთან ერთად ესმოდათ რომ ქართველის მთავარი მისია იყო, მთავარი ვალი იყო ილიას გზის გაგრძელება. ეს ჭაბუკები და გოგონები არ იყვნენ არც სოციალ-დემოკრატები, არც კომუნისტები და საერთოდ არ ეკუთვნოდნენ არცეთ მაშინდელ პარტიას. ესენი ყველანი იყვნენ ილიისტები. რა თქმა უნდა, ამ ილიიზმს ყავდა თავისი მეთაურიც. ადამიანი, რომელსაც ყველანი ისინი თვლიდნენ აი ამ პარტიის წევრები, თავიანთ დიდ მასწავლებლად. სხვათა შორის იმ ადამიანმა, ვისაც დავასახელებ, ორი ძალიან სახელოვანი ქართველი გაზარდა. ერთი აკადემიკოსი, მეორე აკადემიკოსი ფილოლოგი, მეორე ჟურნალისტი, თვითონ ბავშვებს ასწავლიდა ყოფილ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ქართულს, იყო დამრიგებელი, ეს იყო ვარლამ ძიძიგური. ცნობილ შოთა და აკაკი ძიძიგურების მამა, მედია ძიძიგურის ბაბუა და ცნობილი ბიძინა ბარათაშვილის დიდი ბაბუა. ვარლამ ძიძიგური ალბათ აი ამ თაობის აღიარებული ფარული ლიდერი იყო. ეხლა ვინ იყვნენ ესე? სხვათა შორის საინტერესო არის ერთი რამ, რომ ილიისტური მოძრაობის წევრები იყვნენ ორი გიმნაზიის მოწაფენი. რა თქმა უნდა თანატოლნი. ეს იყო პირველი ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია და მეორე თბილისის ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელიც თავდაპირველად თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია მდებარეობდა თანამედროვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, შემდეგ გადაიტანეს განათლების სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სიახლოვეს მდებარეობდა და უწოდეს შრომის სკოლა. რა თქმა უნდა, სახელი დაიკარგა. რაშუაში სათავადაზნაურო გიმნაზია.
საქმე ის იყო, რომ საქართველოში არსებობდა გიმნაზიის ორი ტიპი. კლასიკურად წოდებული, როგორც იყო პირველი სკოლა, სადაც ასევე უამრავი პატრიოტი პედაგოგი ასწავლიდა თავის დროზე, მაგრამ კლასიკური გიმნაზიების კურსი აგებული იყო რუსეთში არსებულ სასწავლო კურსზე. რა თქმა უნდა, სწავლა იყო რუსულ ენაზე და უფრო იმ განათლების მოდელზე, რომელსაც ამკვიდრებდა იმპერია. საპირისპიროდ საქართველოს სათავადაზნაურო საკრებულომ, როგორც თბილისის გუბერნიის, ასევე ქუთაისის გუბერნიის საკრებულოებმა და გაგახსენებთ, რომ თქვა დასავლეთ საქართველოს ქუთაისის სათავადაზნაურო საკრებულოს თავმჯდომარე თვით დიმიტრი ყიფიანი იყო ერთი პერიოდი და აქედან ყველაფერია ნათქვამი. სათავადაზნაურო ბანკების ხელშეწყობით და ყველამ კარგად ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძე იყო ამ ბანკის რეალური დამფუძნებელი მმართველი პატრონი. გააფუძნეს სათავადაზნაურო საზოგადოების ეგიდით ეგრეთ წოდებული სათავადაზნაურო გიმნაზიები. ანუ მეორენაირად, როგორც ეძახდნენ, რეალური სასწავლებლები. და აქ სწავლება მიდიოდა ქართულ ენაზე. აქ ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას. შესაბამისად, იმ თავითვე საფუძველშივე ეს გიმნაზიები იყო ჩაფიქრებული, რომ ქართველ მამულიშვილებად აღეზარდათ ახალგაზრდები. და ამიტომაც აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, რომ ეს ილიისტური მოძრაობა, რომელიც წამოიწყეს ილიას მკვლელობის შემდეგ დაბადებულმა ბავშვებმა და ძირითადად თქვა ეს განსაკუთრებით აი უკვე პოლიტიკური სახე, ფარული ორგანიზაციის სახე მიიღო 1921 წლის შემდეგ და სრულად ბუნებრივია, რომ ეს ბავშვები იყვნენ სადღაც 13-14 წლისები, როდესაც რუსებმა დაიპყრეს, ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო. ესენი იყვნენ იმას აქში, რომ ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ, მაგრამ იმას აქში მაინც იყვნენ, რომ აბსოლუტურად გაეგოთ, რას ნიშნავდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რას ნიშნავდა თავისუფალი ქვეყანა და თვითმიზნად დაესახათ ყველაფერი გაეკეთებინათ. ან ამ დამოუკიდებლობის აღსადგენად, ან და თუ ამას ვერ შეძლებდნენ, იმისათვის, რომ გადაერჩინათ ქართული კულტურა, ედიდებინათ საქართველოს სახელი. ბაბუაჩემი იყო ამ პარტიის ერთ-ერთი პირველი წევრი. და ვინ იყვნენ მისი, ასე ვთქვათ, თანამებრძოლები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ კლასელები. ქუთაისის გიმნაზიაში ორი კაცი, ვის ძმას ახსოვდა, რომ და იცოდა კი არა და მის ძმა და მეგობარი იყო. ეს იყო ირაკლი აბაშიძე, ცნობილი პოეტი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დამფუძნებელი და მართლა ღირსეული მამულიშვილი რაფიელ ელიგულაშვილი. სხვა შორის ირაკლი აბაშიძეზე ყველამ კარგად ვიცით, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ, უდიდესი პოეტია და მარტო რა დღის მისი კაპიტანი ბუხაიძე, რომელიც დაიწერა ომის დროს, არის ერთის მხრივ ანტიფაშისტური, მაგრამ ერთი სიტყვა არ აქვს იქ ნათქვამი რუსული და მოუწოდებს ახალგაზრდებს ყველა ქართველის ვალი არის, რომ კერდით მოკვდეს, მაგრამ კერდით შეკრას, დერბენტი და დარიალი, რომ მტერი, მტარვალი, ხვითელი გველი არ გადმოუშვას. ამ სიტყვების ორგვარად გაგება შეიძლება, ერთი ნაცისტების და მეორე თუნდაც რუსების. და იმდენად დიდი ძალა იყო, რომ ამ ლექს ვერაფერი ვერ უდგებოდა. აღარაფერს ვამბობ უკვე მის ხმაკატამონთან და მის რუსთველის ნაკვალევის ძიებასთან დაკავშირებულ შექმნილ დიად პოეზიას. მაგრამ ძალიან საინტერესოა ელიგულაშვილების ოჯახი. ელიგულაშვილები წარმოშობით ქართველი ებრაელები იყვნენ. აქ წინას არ ვიტყვი, რომ ამ გიმნაზიას სათავადაზნაურო ერქვა, მაგრამ აქ სწავლობდა ნებისმიერი წოდების ადამიანი, ვისთვისაც თავარი იყო ქართველობა, ქართული ენა და სამშობლოს სიყვარული. რაფიელ ელიგულაშვილის ბიძა იყო სხვათა შორის ცნობილი იოსებ ელიგულაშვილი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც წავიდა ემიგრაციაში და რომელმაც ჯერ ერთი მოახერხა, როდესაც ეს ნაცისტური რეჟიმი დამყარდა,
ევროპაში. მე საფრანგეთის ოკუპაციას განახორციელეს მიხეილ კედიასთან ერთად. სწორედ იოსებელი გულაშვილმა დაუმტკიცა ჰიტლერის ადმინისტრაციას, რომ თითქოს ქართველი ებრაელები იყვნენ ქართველები, ოღონდ უბრალოდ რელიგიურად იუდაელები და მათი გამიჯვნა ქართველებისგან არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ტყვეობიდან გაანთავისუფლეს აბსოლუტურად ყველა ქართველი ებრაელი და ამით არ დაკმაყოფილდნენ და 1000-ზე მეტი არაქართული წარმოშობის ებრაელი იხსნეს საკონცენტრაციო ბანაკებისგან, სიკვდილისგან, მოკლედ რაც შეძლეს მაქსიმალურად გააკეთეს. მათ შორის იყო რუსი ებრაელებიც, აღმოსავლეთ ევროპელი, უკრაინელი ებრაელები და სხვები, ვინც მათ გადაარჩინეს. მიხეილ კედიას სახელი უფრო გახმაურებულია და ცნობილია და ბევრად ნაკლებად იციან იოსებელი გულაშვილი, რომელმაც კი არ დაიმალა, კი არ გადაიმალა და დაამალა თავის წარმოშობა. მოახერხა კაცმა, რომ დაემტკიცებინა ნაცისტებისთვის, რომ იყო იუდაელი, მაგრამ ამავდროულად ქართველი იუდაელი და 1000-ზე მეტი ებრაელი გადაერჩინა სიკვდილისაგან. ალბათ ესეთი ადამიანები წესით ჰოლივუდი ფილმებს უნდა იარდეს. სწორედ მისი ძმისშვილი იყო რაფაელ გულაშვილი, რომელმაც მიაღწია ასეთ რამეს, რომ გახდა კომუნისტური მთავრობის პერიოდში მე მინისტრი. სხვათა შორის მას ყავს შვილი ვილიელი გულაშვილი, რომელსაც საქართველოს ძალიან რო უჭირდა 90-იან წლებში უდიდესი საქმეებია გასაკეთებული ჩვენი ეს მარტო არსებობის გადასარჩენად, კულტურის გადასარჩენად და ამაზე კიდე ცალკე საუბრის თემაა. მაგრამ მე ერთ ხასიათს ვიტყვი, აი ამ ადამიანების და ამ ურთიერთობის. 37 წელს ბაბუაჩემის მამა დახვრიტეს და თვითონ ბაბუაჩემი უკვე ერიდებოდა მეგობრებთან ურთიერთობას. სხვა შორის ირაკლი აბაშიძე არ გადაკარგულა და აგრძელებდა ყოველთვის მასთან მეგობრობას და ისედაც ბიძაჩემს 38 წელში დაბადებულს ირაკლის გამო ირაკლი დაარქვეს. ეს პირდაპირ მეტყოლებს ყველაფერზე თუ კაცური თვალსაზრისით 37-ში შერისხული ოჯახის წარმომადგენელი ძმაკაცთან მიმართებაში როგორ იქცეოდა ირაკლი, მაგრამ აქვე მინდა ეს რაფაელ გულაშვილზე გავიხსენო. 70-იან წლებია, მე პატარა ვარ მახსოვს და მამაჩემს კუჩის წყლული დაემართა, კუჩი გაუსკდა მოკლედ. იყო რაღაც წამალი ოქსიფეროს კორბინი, რომელიც არსად არ იშოვებოდა. ეს იყო მაშინ ერთადერთი წამალი, რომელსაც შეეძლო კუჩის ოპერაციისაგან გადაერჩინა ადამიანი, სხვა არაფერი. და ეს მხოლოდ კრემლში მარაგდებოდა ამით, ისიც იშვიათად. საბჭოთა კავშირის სხვაგან არსად არ იშოვებოდა. და იქნება ესეთი რამე მახსოვს, რომ ორ დღე, ესე იგი, თქვა დღეს ორშაბათია და 4 შაბათს უკვე მამაჩემის ოპერაცია არის ჩანიშნული. და ბაბუაჩემმა გააკეთა ესეთი რამ, ურეკავს ტელეფონზე, მე მახსოვს მე შევესწარი 6 წლის ბავშვი ვიყავი. რაფაელ გულაშვილს. და ეუბნება პირდაპირ, რაფო მე სიმონიკა ვარ. თუ გახსოვარ. ისინი კლასელები იყვნენ სადღაც 10 წლის ასაკამდე. ესა და ესავარო, აი ესეთი მდგომარეობა მქონდა, როგორც სავაჭრო სამრეწველო პარტიის თავმჯდომარეს თუგა კრაიმის საშუალება. რაღაცა უთხრა რაფაელმა, ტელეფონი გაითიშა. 10 წუთში რეკავს. მეუბნება, ხვალ დილით აეროპორტში დახვდებით ამ და ამ რეისს და ყველაფერი გადაწყვეტილია. ბაბუა წავიდა, ამ რეისით ჩამოვიდა. მთლიანად კურნალობისთვის საჭირო დოზა ამ წამლის მამაჩემი გადარჩა ოპერაციას. დაახლოებით 50 წელზე მეტი იყო გასული, რაც მათ ერთმანეთი არ ყავდათ დანახი. აქ არ ყოფილა არავითარი ეს ლირიკა და რაღაც იყო სიტყვა, რომ ძმა სჭირდება და სასწაული რომ მოხდეს, კრემლი რო იყოს გადასაადგილებელი, გადაადგილდება და ძმაკაცისთვის გაკეთდება. აი ესეთი ძმობა ქონდათ, იგივე თქვა რაფაელ გულაშვილს, იგივე ირაკლი აბაშიძეს. ბაბუა მერე გადმოვიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და ვინ იყვნენ აქ მისი კლასელები და სკოლელები. როგორც თქვით, აი თბილისში იყო უკვე ამ მოძრაობის მამამთავარი ვარლამ ძიძიგური.
ესა მეგობრო იყო. სერგო ზაქარიაც, ჯანო ირაკლი ბაგრატიონი, ილიკო სუხიშვილი, ვანო კლიმიაშვილი, შოთა გედევანიშვილი, ალექსანდრე ცომაია. აქ იყო მათი მეგობარი, ცოტა უფრო პატარა ასაკით. იგივე კოკოშა ლომაია, მერი ერისთავი. ეს იყო დიდი წრე. და კიდევ ერთი, მოღალატე, რომელმაც სხვათა შორის რაღაც ეტაპზე გასცა და რომელზეც მერე ვისაუბრებ. ხა წარმოიდგინეთ, როგორ რაღაცა ხდება. მოხდა საქართველოს ოკუპაცია 21-ში. ეს ბავშვები თბილისში იყვნენ. და როდესაც ჯარმა დატოვა თბილისი ჟორდანიას და კვინიტაძის არასწორი გადაწყვეტილები და თბილისში ბოლშევიკები შემოვიდნენ, ბავშვები გარბიან თბილისიდან. და სხვათა შორის ცნობილია, რომ სურამამდე თბილისიდან ეს ბავშვები ქართულმა ტანკმა ატარა. ტანკმა შეისვა. ამ ჩამოთვლითაგან ყოველ შემთხვევაში ნახევარი მაინც. ძალიან ძლაფრი, ძალიან მძიმე შეგრძნება იყო. ამ ბავშვების უფროსი მეგობარი იყო აი ძველ ბიძზე მე მოუყევი, შალიკო მუჯირი. ამ ბავშვებმა დაინახეს ამბაკო საღარაძის მიერ რუსი ჯალათების თვითმფრინავის ჩამოგდება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მოხდებოდა აჯანყება და განთავისუფლებოდა. სხვა შორის 1924 წლის აჯანყების დროს ესენი ჯერ კიდე პატარები იყვნენ, ვინც 7 წელს იყო დაბადებული, მაქსიმუმ 17 წლისანი იყვნენ, დანარჩენები კიდე უფრო პატარები. შესაბამისად, მათ უმეტესობას შესაძლებლობა ნაკლებად ჰქონდა, რომ ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიეღო და თქვათ, საქართველოს გადარჩენისთვის სიცოცხლე გაეწირა მაშინ. მაგრამ ტკივილი დარჩა. საუბედუროდ სხვა შორის ეს 24 წლის აჯანყების ერთ-ერთი უდიდესი მინუსი იყო ის, რომ ბოლშევიკებს ამ აჯანყების სამეთაურო რგოლი უკვე 1 წლით ადრე, ზუსტად ამბაკო საღარაძემ ის დახოცა მოგილევსკის და ათარბეგოვს და მიასნიკოვს უკვე განადგურებული ყავდა. 1923 წლის მაისში, როდესაც დახვრიტეს 15 ქართველი გენერალი და ოფიცერი, რომლებიც იყვნენ სწორედ ამ სამხედრო ცენტრის მეთაურები, რომელთაც უნდა ეხემძღვანელად იმ აჯანყებისთვის, რომელიც კარგ ხნის მანძილზე იგეგმებოდა. ეს ცნობილი კოტე აფხაზის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის მეთაურობით არსებულ ჯგუფზეა საუბარი. და ეხლა რა, მათ შორის იყო ერთ-ერთი ლევან კლიმიაშვილი. აი რომლის ძმაც აი ილიისტების პარტიის წევრი ბაბუაჩემის კლასელი იყო ვანო კლიმიაშვილი. მას ყველანი ეძახდნენ ძიავანოს, იმიტომ რომ 10 წლის ასაკიდან თავზე ერთ ადგილას ჰქონდა ჭაღარა. და სხვა შორის მოხუცებულობამდე ესე იყო ეს კაცი. და ბავშვებიდან შეერქვა ამიტომ ძიავანო. მოკლედ მოხდა ეს აჯანყება დამარცხდა, მერე არის ეს გასაგები ჯალათები დახოცა ამბაკო საღარაძემ. ტკივილი ტკენა არის, თუმცა ახალგაზრდობა ბავშვობა თავისია გრძელდება და ესეთი რამ ხდება 25 წელია შემოდგომა, როდესაც შრომის სკოლად გადაკეთებული სათავადაზნაურო გიმნაზიის მოწაფეები წაიყვანეს ავჭალაში, ავჭალის ესის მშენებლობასთან დაკავშირებით საშაბათოდ. მათ შორის რა თქმა უნდა ბატონ ვარლამ ციციკურის კლასი. და აქ ხდება, რომ ხლაბუცობენ ერთმანეთში ბიჭები, თამაშობენ, ხუმრობენ და ბაბუაჩემი სიმონი და მისი მეგობარი კლასელი ვანო კლიმიაშვილი. უცებ ბაბუამ დაინახა, რომ ვიღაც ასაკოვანი კაცი ბარზეა დაყნობილი, უხურებს მათ და ტირის. მივიდა, რომ ძია კაცო რა გიჭირს. ამ კაცმა კითხა, აი შენს ძმა ბიჭო, ძმა ხო არ აყავს დახვრეტილია კოტე აფხაზთან ერთად.
კიო მართლა გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ძმები ერთმანეთს მე დავმარხე მაგის სიძმა ოფიციალურად ცნობილია ესეთი რამ და დღეს ამბობენ რომ კოტე აფხაზის თანამებრძოლნი რომელიც გაასამართლა სასამართლომ მიუსაჯა დახურეთ და დაიხურეთენ ვერეს ხეობაში დღევანდელი ვაკის პარკის მიდამოებთან ესე არის ოფიციალურად მითითებული იქ ისიც არის მითითებული რომ როცა აიყვანეს დასახურეთად 24 საათის მერე დაბრუნდა ბადრაგი რა თქმა უნდა თქვენს რომ საათს უნდა დაეხურეთ თითქოს იქ დახურეთეს და 24 საათი იმიტომ გაეჭიმათ ეს 23 წელს ხდება რომ ვითომ და თავს და ესხა კაკუცას რაზმი და მას იგერიებდნენ ეხლა ჭკუატყოფილი ადამიანი მიხვდება რომ 24 საათი არ შეიძლება შეტაკება რაზმებს შორის გაგრძელდეს და ეს ვერ გაიგოს ვერავინ ქალაქში და 24 საათის მერე მოეგერიებინა და მერე დაეხურეთათ რაზმელები ისე რომ გაჩვილი არ დაჭრილიყო რა თქმა უნდა თვითონ ეს დოკუმენტი რომელიც არქივს აქვს შენახული პირდაპირ თავად ღაღადებს მეტყველებს რომ ეს ფსევდო დოკუმენტია და სინამდვილე რა იყო ეხა მოგიყვებით რაც მოყვა იმ ერთ-ერთმა ჯალათაგანმა ბადრაგის წევრ როდესაც გამოიყვანეთო და მიყვავდა დასახურეთად და როგორც ჩანს აპირებდნენ სწორედ ვერეს ხეობაში ძველი წესი ყოფილა ძველი წესი რომელსაც იცავდნენ ოფიცრები და მათ შორის ამ ჩეკისტ ოფიცერთა შორის იყო ძველი თაობის ოფიცერთაგანი რომელსაც კითხა რომ ოფიციალურად ხართ გასამართლებულები და ბოლოს სურვილი რა გექნებათ იმას შეგისრულებთ სხვა შორის ამას ხშირად ეუბნებოდნენ და ძალიან ბევრი აკეთებდა ეგეთ რამეს რომ მაგალითად აი მაშინ პიჯაკე მანჟეტებსო იკეთებდნენ მანჟეტზე წართ და რამე წარწერას გააკეთებდნენ მეუღლის მიმართ შვილის მშობლის მიმართ და ატანდნენ და მართლაც მიუხედავად ყველაფრისა რომ ესეთი საშინელი რეჟიმი იყო ბადრაგი ხშირად უსრულებდა და ეს ნაწერი მიქონდა ოჯახთან დაახლოებით ალბათ ამას გულისხმობდნენ ბოლოს სულილი რა იქნება და კოტე აფხაზმა უთხრა ესეთი რამე კოტე აფხაზმა ილია ჭავჭავაძის დიშვილმა ერთი სურვილი გვაქვს მაგრამ არ აგვისრულებთ ვიცი არ აგვისრულებთ დევთ სიტყვას ქართველი გენერლის და ყოველი ამ მათაგანი გაძლევთ სიტყვას ქართველი ოფიცრის რომ გაქცევას არც ერთი არ შეეცდება და სიკვდილის წინ გვაქეიფეთო მინდათ განახოთ როგორია ხინის სიკვდილის წინ ქართველი ჯარისკაცების და მართლაც როგორც ირკვევა ბადრაგმა ეს ხალხი აიყვანა დაახლოებით დღეს ტაბახმელის ასახვევი რო არის იქ იყო ტაბახმელის ზაზე რომ მივდივართ რესტორანი ადრე ეხლა აღარ არსებობს კუთხეში ეს ადრე რა უკვე 50 წლების მერე იქ რესტორანი ფაქტობრივად აღარ იყო მაგრამ მაგ დროს არსებობდა აი ტაბახმელის გზაზე აიყვანეს შეუხსნეს სპორკილები და დაიწყო ხინი იყო ხინის სიმღერა ზეცის ამხევი იყო ცეკვაც სადღერძელო ქეიფი რა თქმა უნდა არავის გაქცევა არ უცდია ირიჟრაჟა ზე ამოიწურა მაისია და კოტე აფხაზმა უკანასკნელი სადღერძელო შესვა და მიმართა რომ ეხა წაგვიყვანეთ აღასრულეთ მიიყვანეს სხვათა შორის მე ბაბუაჩემი მანახებდა იმ ხეს მანახ სადაც ბადრაგმა წაიყვანა ვანო კლიმიაშვილი და ბაბუაჩემი ნანახა ის ხე რომლის ძირშიც იყვნენ დახურეტილები დაბახმელიდან კოჯრამდე გზაზე გაითხარა საფლავები იქ დგას კოტე აფხაზი და დანარჩენები არის ცნობილ სიტყვას რომ მიაწერენ კოტე აფხაზზე ყველა შეუძლია წაიკითხოს მაგრამ რაც ბადრაგმა მოყვა ეგეთი რაღაცა უთქვამს კოტეს ქართველ ოფიცერს მით უმეტეს გენერალს სიკვდილის წინ ორი თხოვნის თქმა არ ეკადრება ამიტომ მაპატიეთ მომიტევეთ ხო მეორესად ხო არიც მაგო უკვე ცრემლი მოგდიოდაო ამათ რო უყურებდითო ყვება ბადრაგი ყვება ჯალათი თქვიო
ამ ბიჭების სიკვდილს მომაყურებინებთ. პირველი მე მესროლეთ. და გავიდა წინ კოტე აფხაზი. გაიღიმა და ღიმილით შეხვდა სიკვდილს. და დანარჩენი 14-ვე ღიმილით შევიდნენ სეციურ საქართველოში. ჯალათები და ბადრაგები ჭირის უფლად იქცნენ. ეს ყველაფერი ესმოდათ ამ ბავშვებს. ამ ბავშვთა შორის სხვა შორის ვიტყვი, რომ ესენი იყვნენ ვერაზე გაზრდილი ბიჭები. ქუთაისში ბალახვანზე, საფიჩხიაზე, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, მეჯურისხევში სხვაგან გაზრდილი ბიჭები, რომლებიც ზოგი თბილისში ცხოვრობდა და ზოგი ოჯახმა ჩამოიყვანა, თქვათ, ხო? რომ აქ ესწავლა. ეს ბიჭები ჩვეულებრივი ბიჭური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. აქ იყო იუმორიც, გართობაც, მაშინ თბილისში ხა იყო ძველი ბიჭის ინსტიტუტი, რომელზეც ჰქონდა საუბარი, იყო სოზდისში ალიკო მუჯირი, შემდგომში აკადემიკოსი კოტე ბაქრაძე, კოხტა ყარალაშვილი, თავისი სხვა ძველ ქართულ წესით და ცხოვრების, ასე ვთქვათ, დოგმებით. და რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისი ცოდნა თუ სად როგორ იქცევის დილობა და პატარა შეცდომაც რომ მოხსოვდა შეიძლება ეგ მთელი ცხოვრება მერე დაღად წაგვსვლა და აი მაგალითად ბაბუაჩემს ჰქონდა ესეთი ზედმეტსახელი ზინკლო. და რატო? იმიტომ რომ შეცდომა დაუშვა ოდესღაც. დაახლოებით 11 წლის ბავშვი იყო, როდესაც შელაპარაკება მოვიდა დღევანდელ პეროსკაიას ქუჩას ვეძახთით ვერაზე, იქ მეყვავილესთან საყვავილე ჰქონდა ერთ კაცს. და ცემა მეყვავილე. გათქვა თავისი გაცილებით უფროსი. მაგრამ შენ არ გეკადრებოდა რომ მეყვავილე გეცემა. შენ როცა პრეტენზია ჰქონდა სხვა სახელოვან ბიჭობაზე, შენ როცა ილიისტი იყავი, შენ უნდა გწოდნო და რომ ვისთან შეგეძლო და ვისთან ქონდა თავის გაყადრების უფლება და ვისთან არა. იმ მეყვავილეს ერქვა ზინკლო. და იმიტომ რომ გალახა ზინკლო, ბაბუაჩემ სიმონს მეორე სახელად ამ საძმოში შერჩა მეტსახელი ზინკლო. ამ ბიჭებში ნაწილი თავისი ხელოვნებით, თავისი საქმით, შემოქმედებით ფიქრობდა, რომ მოუტანდა სიკეთე საქართველოს. რა თქმა უნდა, ისინი არ იყვნენ დამხევები უკან თუკი შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ თავი დაედოთ საქართველოსთვის. მაგრამ ბავშვობიდან ფიქრობდნენ ხელოვნებაზე. ესეთი იყო ჯანო ბაგრატიონი. ანუ ირაკლი ბაგრატიონი, მას ჯანოს ეძახდნენ. მათივე კლასელი სერგო ზაქარიაძე და ილიკო სუხიშვილი. მაგრამ იყვნენ ისინი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ უნდა ეომათ. ცეცხლი გაეხსნათ მტრის წინააღმდეგ. ესეთები იყვნენ შოთა გედევანიშვილი, ალექსანდრე საშა წომაია, ძმები ჩხეიძეები, ძმები ლაღიძეები, მიტროფანე ლაღიძიშვილები. ბაბუაჩემის კლასელი სტანკო მამულაიშვილი. რამდენჯერმე თქვა იგივე შოთა გედევანიშვილს მოუვიდა შეხლა შემოხლა, დაკავებული წავდათ, ძალოვან სტრუქტურებს გამოუშვეს, შოთას ნათესავებად ერგებოდნენ ქაქუცას რაზმელებიდან ზოგიერთნი. მოკლედ შოთა გედევანიშვილმა და სხვათა შორის, მათ შორის იყო კიდევ ერთი მოღალატე, რომელზეც როგორც თქვით, ბოლოს ვიტყვი, მერე ვიტყვი. და შოთა გედევანიშვილმა აიჩემა, რომ უნდა წავიდეთ საქართველოდან. მოვიკრიბოთ ძალა და უცხო ძალის გამოყენებით საბჭოთა კავშირთან შეიარაღებული ბრძოლის გზით დაუბრუნოთ ჩვენს სამშობლოს თავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ბავშვურ ფანტაზიებსა და ნატურას გავდა, იმიტომ რომ 18-19 წლის ბიჭებსგან რა უნდა გაეკეთებინათ, ხო? ეს უფრო ბავშვური აღტაცება იყო შეიძლება, მაგრამ იყო. ჯეროდათ. რომ მიაღწევდნენ უცხოეთში დიდ წარმატებას, შეიძლება გამხდარიყვნენ გენერლები,
შეიძლება გამختარიყვნენ დიდი ბიზნესმენები, როგორც ისინი ოცნებობდნენ საერთაშორისო საზოგადოებაში ატმოსფერო შეეცვალათ და ისე ეხსნათ საქართველოს. იცით რა, ვიღაცა შეიძლება გაეცინოს ამაზე, მაგრამ მეორე მხრივ ეს სულისკვეთება, ბავშვური სულისკვეთება. მართლა წრფელია და ყველა დიდი იდეა, ყველა დიდი საქმე. ესეთი გიჟური, თავზე ხელაღებული რწმენიდან იწყება. თუ ერთში არ არიან ბავშვები, ვისაც ესეთი რწმენა აქვს, რომ ყველაფერს შეძლებ, მიღწევა შეუძლიათ დედამიწა გადაატრიალონ. ისინი ის ვერც ის ერი და ვერც ის საზოგადოება ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიაღწევს. წარმატებულნი ყოველთვის ის არიან, ვისაც ესეთი გიჟური სულისკვეთების ჭაბუკები და ქალწულები ყავს. ეგეთები იყვნენ ესენიც. განსაკუთრებით შოთა გედევანიშვილი. შოთა გედევანიშვილი, რომელიც იყო პირდაპირ შთამომავალი იმ შიოშ გედევანიშვილის, ერეკლეს დროინდელი საკათოლიკოსო ჯარის სარდლის, რომელმაც ერთადერთი უარი თქვა ეცნო გეორგიევსკის ტრაქტატი. და უარი თქვა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატს რომ დაემატა ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა ნუსხა, იქ გედევანიშვილები შეეყვანა. არც თავათა და არც აზნაურთა შორის იმ ნუსხაში გედევანიშვილები, თავად გედევანიშვილთა გვარი არ არის შეტანილი. თავის მხრივ ეს გედევანიშვილები, რომლებიც საკათოლიკოსო ჯარის სარდლები იყვნენ, მოდიოდნენ გედევან ელიოზიშვილისგან. ელიოზიშვილები ელიოზის ძესგან. ელიოზის ძეები მე-16 საუკუნეში ერთი შტო იყო მე-15-მე-16-ში სვეტიცხოვლის ჯარის სარდლები, ხოლო მეორე შტო ცხეთის მთავარი რაბინები. და იცით რატომ ვერ დაიგო გვარი? იმიტომ რომ ყველანი ისინი მოდიოდნენ სიდონიას ძმა ელიოზისგან, რომელმაც კვართი ჩამოაბრძანა საქართველოში. ელია წინასწარმეტყველის ნათესავ ებრაელთა ოჯახიდან 26 საუკუნე რო ცხოვრობდნენ მცხეთაში. კვართი ჩამოიტანეს. შემდგომში წმინდა ნინოს გვერდით დაუდგნენ და უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოს საბოლოოდ გაქრისტიანებაში. იქცნენ სვეტიცხოვლის მცველებად, კვართის მცველებად. ასეულობით წელი იყვნენ კვართის მცველები. სახლობდნენ სვეტიცხოვლის კედელთან. შოთა გედევანიშვილის სახლი დღესაც სვეტიცხოვლიდან 50 მეტრშია დარჩენილი. იცავდნენ სვეტიცხოველს. უარს ამბობდნენ ყველაფერზე, მათ შორის თავიანთ საგვარეულ წოდებაზეც კი შეეძლოთ უარი ეთქვათ და არ შეატანინეს, როგორც თქვი ერეკლეს თავი თავადაზნაურთა ნუსხაში, იმიტომ რომ ტრაქტატს არ გაეკარდნენ. პირველი ამბოხი სწორედ რუსული ოკუპაციის და ძალმომრევების წინააღმდეგ 1793 წელს განახორციელა შიოშ გედევანიშვილმა, რომლის პირდაპირ შთამომავალიც იყო შოთა გედევანიშვილი. და არ არის არაფერი უცნაური, რომ ეს კაცი ესე ფიქრობდა. დედამიწა გადატრიალებული იყო, გადაეტრიალებინა, ოღონდ საქართველო და სვეტიცხოველი თავისუფალი ყოფილიყო. დაიყოლია საძმო, ეს შოთა გედევანიშვილი და ბაბუაჩემი როგორი მეგობრები იყვნენ, იცით რომ ესე იგი, გარდა იმისა, რომ ძმაკაცობდნენ, აბსოლუტურად ერთი ტანისანი, ერთი მოძრაობის, ხა მოგეხსენებათ, მაშინ მოძრაობაში იყო ეგრეთ წოდებული აზიაცკები. ეს აზიაცკი უნდა შეიკეროს ადამიანის ფეხზე. აუცილებლად ერთი კაცისა მეორისაზე არ მიდის. როდესაც აზიაცკი რომელიმე მათაგანს დაუძველდებოდა, თქვა და ერთი მიდიოდა შესაკერად. თუ მეორესაც სურდა, მეორე არ მიდიოდა მკერავდა. თქვა ბაბუაჩემი აიღებდა ზომას და ორ წყვილს კერავდა მკერავი, ან შოთა აიღებდა ზომას და ორ წყვილს კერავდა, იმიტომ რომ შოთაზე მორგებული უეჭველი ბაბუაჩემზე მიდიოდა და ასე შემდეგ. იგივე ეხებოდა ქუდებს, ზემოთა ტანსაცმელს და შარვალს, რა თქმა უნდა შარვალს. და როგორც წესი, ერთი ფორმის, ერთი ფერის, ერთი მატერიის ჰქონდათ ყველაფერი. განუყრელი ძმათნაფიცები იყვნენ. ერთადერთი ამ საძმაკაცოში, აი ამ კიდევ უფრო ვიწრო ჯგუფში, ანუ მოდი ვთქვათ ესე, აქტიურ მებრძოლ, იარაღით მებრძოლ,
ლისტებში ვინც თავს იკავებდა უცხოეთში გადახვეწაზე იყო ბაბუაჩემი. შოთა გედევანიშვილს აუღია ბილეთები. ისე იგი თავისთვის, ალექსანდრე ცომაიასთვის, ორი ძმა ჩხეიძისთვის, გამცემისა და ბაბუაჩემისთვის, სულ 6 ბილეთი ბათუმის მატარებელზე. აფე ჩვეულებრივი დღე იყო ერთი, აიჩემა რომ მოდი მცხეთაში ვიკეიფოთო იმ თავის სახლში, რომელიც სვეტიცხოვლის გვერდზე მდებარეობს, იგი მოილხინეს, იკეიფეს. ბაბუა მაინც უარს ამბობდა უცხოეთში წასვლაზე და ბაბუამ არ იცოდა რომ ეს ბილეთი უკვე აღებული იყო. შოთა დარწმუნებული იყო რომ ბაბუა ძმაკაცებს მარტოს არ გაუშვებდა. რო გათენდა ბაბუამ ნახა რომ ყველანი წასულები არიან, მარტოა შოთა სახლში დაჩენილი. სასტუმალთან უდევს საღამოს მატარებელზე ბილეთი ბათუმისკენ. ქუდი, შოთას ქუდი და შოთას შარვალი. ხოლო მისი ახალთახალი შარვალი წაღებულია და არის წერილი. წერილში შოთა წერს, რომ ზინკლო ჩვენ მაინც წავედით ბათუმში. გელოდებით 2 დღე აქა და აქ. გიტოვებ ბილეთს. თუ ჩამოხვალ, შენ შარვალს იქ მოგცემ. თუ არა შენი შარვალი უფრო ახალია და ამით წავალ მე. და როდესაც დაბრუნდები საქართველოში, ზეაწეული ქართული დროშით, მაშინ დაგიბრუნებ მე შენ შარვალს. 2 დღე მაინც გელოდები ბათუმში. ბაბუამ ჩაიცვა შოთა შარვალი დაიხურა მისი ქუდი, ჩაიდო წერილი და თბილისში გამოტრიალდა. უცა ბაბუაჩემს ქუჩაში ვერაზე ხვდება ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ესე არ ჩანდა როგორც ილიისტი მანამდე, ყოველ შემთხვევაში ამათ კლასში არ ყოფილა. და მოწიწებით ეუბნება რომ უკაცრავად. თუ შეიძლება თქვენ რომ ქუდი გახურავთ, აი იმ ქუდის სარჩული ამოატრიალ და წაიკითხოთ, რაღაც უნდა ეწეროს. უცნაური და გამოუგნებელი იყო. შოთა გედევანიშვილის ქუდზე ეუბნება, რომელსაც ბაბუაჩემი არ იშორებდა. და მართლაც მოიხადა ქუდის სარჩული ამოატრიალ და იქ ეწერა. ჩემს ძმას კოკოშას საშასაგან. ეს ქუდი ყოფილა საშა ცომაიას დატოვებული. და თურმე ეს არის კოკოშა ლომაია საშას ძმაკაცი, რომელსაც უთხრა რომ თუ მე აღარ ვიქნები საქართველოში მოხდება ეს. შენ უნდა დაგიტოვო ჩემი ქუდი. რა ქუდი ახლა რომ წარმოიდგინო. შეიძლება ვიღაცას ესე გონოს ან ცილინდრი არა რაღაცა ფილმებში. არა. ეს იყო ეგრეთ წოდებული ჟოკეის ქუდი. ჩვენ ახლა ბეისბოლის ქუდს რო ვეძახით. ზუსტად ანალოგი ფაქტობრივად. ესეთი ქუდები დადიოდნენ 100 წლის წინ თბილისში ძველი ბიჭები. მოიხადა ბაბუაჩემა და დაახურა კოკოშა ლომაიას ეს ქუდი. ხუთნი შოთა გედევანიშვილი, ალექსანდრე საშა ცომაია, 2 ტყუპის ძმა ჩხეიძე და აი ეს გამცემი საზღვრის გადამკვეთმა. ესეთი ხალხი იყო, რომლებსაც საზღვარს აკვეთინებდა ხალხს და ამაში ფულს იღებდა. წაიყვანა მთიანი აჭარისკენ, რომ გადასულიყვნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამცემი და აი ეს გადამყვანი თორმეტ ჩეკასთან იყვნენ შეკრულები და ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს. ბედი ამათი რომ ღამე მიდიოდნენ. შოთა გედევანიშვილმა ერთადერთი სწორი რამ ქნა. იარაღი ამოიღო, გადამყვანი ადგილზე დახვრიტა, გამცემი ძმადნაფიცი დაჭრა არ მოკლა. უკვე დაჭრას აღარ შეეძლო არაფრის გაკეთება, იარაღიც აღართვა და დაუბარა
იცოცხლე. მანამ სანამ მე საქართველოში დავბრუნდები. მე რომ საქართველოში დავბრუნდები, შენ იქ არ უნდა დამხვდე. და წავიდა. ის განცემი თბილისში დაბრუნდა. 10 წლეულები არავინ არ იცოდა რომ გამცემი იყო, მხოლოდ საშა ცომაიას მოგონებებიდან გახდა ცნობილი. მისთვის ხელი არავის არ უხლია. ცოტა უცნაური კი იყო, რომ ოპერის თეატრში ვიღაცას ხელი გაარტყა, ასე ვთქვათ, კალიორკიდან გადმოაგდო და მაინც შერჩა. მერეც ეგრეთ წოდებულ, ვთქვათ, ბიზნესშიც ეხლა მოკლედ ბევრ რამეში იყო და არასოდეს არ იჭერდნენ. მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ის იყო გამცე. წავიდნენ საზღვარგარეთ. იქ დახვდათ სტანკო მამულაიშვილიც, საქართველოში დარჩენ, ისინი ვის დარჩენ. მაგრამ ყველაფერი შეცვალა 1927 წელს რეპრესიებმა. ბაბუაჩემის მამა, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებ, სხვა შორის, რომლის ნათლულიც იყო სტალინის ძოლი ეკატერინე სვანიძე და მისი ნათლულები იყო აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი, ცნობილი კალათბურთელი ოთარ ქორქია, ცნობილი კომპოზიტორი სულხან ცინცაძე, ეს ბაბუაჩემის მამა გალაქტიონ მასხარაშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი გამომგონებელი ციმბირის წყულის ვაქცინის 37 წელს დაიჭირეს იგივე ცინცაძის მამასთან, სულხან ცინცაძის მამასთან, გიორგი ლეონიძის ძმასთან, სანდრო ახმეტელის ძმებთან და თვითონ სანდროც პერიოდში დაიჭირეს მოგეხსენებათ. ქორქიასთან, ილია ჯანდიერთან ერთად გაასამართლეს და მაინც ბაბუაჩემის მამა დახვრიტეს 58 პირველი პრიმა პუნქტით ერთადერთი ის დახვრიტეს ამ ჯგუფიდან ამ მუხლით, როგორც ანტისაბჭოთა სააჯანყებო ორგანიზაციის მეტაური. ეს ცალკე თემაა, თქვა რეპრესიები რა იყო და ამაზე ვისაუბრებთ. ერთადერთი ვიტყვი რომ მართლა არსებობდა სტალინის წინააღმდეგ შეთქმულება. და მართლა იყო მათი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ რატო ყვები ხა ამას? ნახეთ, აი ამ ჯგუფს და ამ წრეს ვიღაცები 37-ში ეკარგებოდნენ. აი ხა წერან თქვი რომ 37 წელმა თქვა ბაბუაჩემს ვერ მოწყვიტა ირაკლი აბაშიძე, ჯანო ბაგრატიონი, რომლებსაც თვითონაც დიდი პრობლემები ჰქონდათ. რაფიელ ელიგულაშვილსაც თავისთავად ცხადე ხო ბიძა ემიგრაციაში ყავდა. მაგრამ არ წყვეტენ, რა თქმა უნდა იყვნენ, როგორც ის გამცემი, რომელიც გამცემი იყო და ბევრი გადაიკარგა იმ პერიოდში. მაგრამ თავად განსაჭეთ, რომ გამოჩნდა უცნაური ხალხი. ხა ერთ-ერთი ბრალდება, რაც ბაბუაჩემს მან ხო რაღაც ხელმოსაჭიდი უნდა დადებოდა, იყო რა, რომ თითქოს ამ ციმბირის წყულის ვაქცინით არათუ არა არჩენდნენ ცხოველებს. არამედ წამლავდნენ, რათა ეს ეპიდემია გავრცელებულიყო, ამას გამოეწვია ანტისაბჭოთა განწყობები, ხალხი აჯანყებულიყო და საბჭოთა ხელისუფლება ჩამოქცეულიყო. შესაბამისად, გაზეთ კომუნისტში გამოქვეყნდა ვაქცინის ნომრებიც და ეს ვაქცინა აიკრძალა. ბაბუაჩემმა რა თქმა უნდა მამამისის გაკეთებული ვაქცინები გადამალა, თვითონაც ვეტექიმი იყო და რა მოხდებოდა ამას? ბუნებრივია, გავრცელდა ციმბირის წყული, იმიტომ რომ არ აიწა საკონე. მოედო საქართველოს მთელი რეგიონს განსაკუთრებით გუჯარეთისკენ, გუჯარეთის ხეობაში. ბაბუა როგორ რეჟიმში ამ დროს, მამა დახვრეტილი საჯარო პროცესით კომუნისტის ნომრებით, რასაც მე შენახული მაქვს სახში და ამითი, რა თქმა უნდა, ვიცი, სადაც ბაბუას მამის პროცესები იბეჭდებოდა ზარევოსტოკოში, რადიო გადმოსცემდა და რა თქმა უნდა, ხა ბაბუაჩემზე იყო ესეთი რამე, რომ თვითონ შვილს თუ დააკავებდნენ, ალბათ მამამისის გზას გაუყენებდნენ. უბრალოდ სხვადასხვა თანამდებობის პირები წინასწარ ატყობინებდნენ, რომ მოდი გადაიმალე. ეხლა მოვლენ შენს დასაჭერად. ერთი ესეთი პიროვნება, ვინც მას ეხმარებოდა და რამდენჯერმე ჩეკა, ასე ვთქვათ, სპეცრავს ააცილა და გადაარჩინა დამალა, იყო ბორჯომის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე გოგი არჯევანიძე.
მაგრამ ხდება ესეთი რაღაცა, რომ ციმბირის სკოლო როგორც გითხარით, იფეთქა გუჯარეთის ხეობაში ბაბუაჩემს აი როგორც იტყვიან ნარკომანს რო ემართება, რომ ვერცილდება რაღაცას. თავისმა პროფესიულმა პროფესიის სიყვარულმა ძლია აიღო ეს ვაქცინები, ავიდა გუჯარეთში და დაიწყო აცრა გადარჩენილ ჯერ კიდევ დაუავადებელი ძროხების საქონლის. ცოტა ჩეკაც ვარაუდობდა, რომ შეიძლება ეგეთ ადგილას აღმოჩენილიყო. და გუჯარეთში მას დაადგა ჩეკას მაღალჩინოსანი რაზმით, ეს იყო ბორის ტეკაევი. ბორის ტეკაევი იყო ჩეკას შემდეგ კგბ-ს გენერალი, ჩრდილოეთ ოსეთის კგბ-ს მინისტრი, მერე. არაფერი დაადგნენ, ნახეს ხელში უჭირავს ვაქცინა, რომელზეც არის ნომერი, წარწერა, ყველაფერი, რაც გაზეთშია გამოქვეყნებული არის საწამლავი, რომლითაც წამლავდა თითქოს ეს ხალხის მტერი გალაქტიონ მასხარაშვილი და მისი მეგობრები, დავით ახმეტელი, ლევან ლეონიძე, ილია ჯანდიერი, ცინცაძე, ქორქია საქონელს და ხალხს და ეხლა ეს ამით ცრის საქონელს. და აუ ბიჭო, ამას რა შვებიო? საწამლავს უკეთებო ცხოველებსო. და ბაბუაჩემმა გამოგლიჯა ხელიდან ეს ვაქცინა ტეკაევს, ეს არისო ხო საწამლავი, აბა მიყურეო და ბოლომდე მოიხუდა და დალია. და უცებ ტეკაევს რაც გადაეკეტა და ბრძანა ადბოიო დაიღო. გაგიჟდნენ ჩეკისტები. არაო, დღეს ჩვენ ეს კაცი არ გვინახავს. მე დღეს შენ ვერ დაგიჭერო. და სიცოცხლე აჩუქა. ბორის ტეკაევის სიძე, ლევან კილაძე და ბიძა ჩემი განუყრელი ძმაკაცები გახდა. ამის შემდეგ უკვე როგორც ეთყობა ტეკაევისგანაც იყო რეკომენდაცია, გოგი არჯევანიძემაც მოიწვია პირდაპირ ესეთი თქვა პარტიული შიდა სასამართლო, სადაც რაიონის კგბ, ჩეკა ყველა იყო, განიხილეს ბაბუაჩემის საკითხი და იქ გოგი არჯევანიძემ თქვა, რომ თუ სიმონ მასხარაშვილი ხალხის მტერია, მე მაშინ უარყოფ ამ ხალხს და მე უდგები თავდებათ მას, რომ თუ ის მტერია, მეც დავიხვრიტო. და ეს იქ თავდებათ და ბაბუაჩემი ტეკაევისა და არჯევანიძის წყალობით გადაუჩენს სიკვდილს. ბაბუაჩემი მათ სურათებს გულითა მკერდს ყოველთვის ჯიბით ატარებდა. აღმა კომუნისტების აღმას კომის თავმჯდომარე და ოსური წარმოშობის ჩეკისტმა ტეკაევმა მართლა საბჭოთა წყობის მტერის შვილი და სულისკვეთებით საბჭოთა წყობილების მტერი ბაბუაჩემის სიკვდილისაგან გადაარჩინეს. რო არ ყოფილიყო ტეკაევები, არჯევანიძეები, აი ეს კაცები საქართველოს დღემდე ვერ მოვიდოდა. იმიტომ იყო კაცობა, იყო რწმენა, იყო გატანა და ერთმანეთის თავგანწირვის და სიმამაცის დაფასება. ამ დროს შოთა გედევანიშვილი, ალექსანდრე ცომაია, ჩხეიძების და სტანისლავ სტანკო მამულაიშვილი უცხოეთიდან ფიქრობდნენ, რომ იარაღი არ დაეშვა და ყველაფერი ეკნათ საქართველოში ქართული დროშის ასაფრიანებლად. და დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. რა თქმა უნდა, ისინი გაწევრიანდნენ ვერმახტში, გერმანიის შეერაგებულ ძალებში, გახდნენ ოფიცრები და პირველები მოდიოდნენ საქართველოსკენ. იდგა 1942 წელი. ნახეთ როგორ რაღაც ხდება. აი ხდება საოცარი გარდატეხა. შოთა გედევანიშვილი და საშა ცომაია ეს არ იყვნენ ვიღაც ლასოველები ვიდიქ, რომ თბილად ისხდნენ გერმანიის ზურგში და ვითომ პატრიოტობდნენ იქ რუსეთის სინამდვილეში. არა, წინახაზე იბრძოდნენ. ყოველ დღეს სიცოცხლეს წირავდნენ. პარალელურად ომი რო დაიწყო. ეს ბაბუაჩემმა იგივე თქვა, ეხლა რა მოხდა? საშა ცომაიას ძმა, ყავდა პატარა ძმა, რომელიც ბაბუაჩემი, როდესაც უკვე ინსტიტუტში სწავლობდა ზოვეთში, იქ გაეცნო
და უთხრავს მე საშას სოციძმა ვარო და იქიდან დაძმაკაცდნენ ილუშა ერქვა ილუშა წომაია და იქ დაძმაკაცდნენ მათზე ოდნა უფროსთან რომელიც მათი განუხრელი ძმაკაცი გახდა ეს იყო ვანო კვესიტაძე აი ცნობილი აკადემიკოსის ოთარ კვესიტაძის იგივე გიორგი კვესიტაძის მამა და რაც შეეხება ილუშა წომაიას ეს იყო გამზდელი ბიძა ვაჟა ლორთქიფანიძის გოგი ლორთქიფანიძის და მთელმა თბილისს მეცის ეს ოჯახი იქიდან გახდნენ განუხრელი ძმაკაცები ომი რო დაიწყო რა წარმოიდგინეთ ბაბუა ჩემი არის ხალხისტრის შვილი ილუშას ძმა უცხოეთშია აქ არის რა გადარჩენა შენ თუ აღმოჩნდები არმიაში ანუ ჯარში თუ გაგიწევენ ეს უკვე ანუ ვიღაცისთვის ვიღაც ბრონზი იღებდა რომ არმიას აცდენოდა იმიტომ რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინა და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის ბრძოლის ველზე წასვლა იყო შანსი შესაძლებლობა რომ მორჩა წინაპრების მაკაცების ძმების ასე ვთქვათ დააღირო ისინი საბჭოთა კავშირის წევრები არიან ერთგვარად გაგენეიტრალებინა რომ თავიც გადაგერჩინა ოჯახი გადაგერჩინა მეგობრები დაეხმარნენ ჩაუწყეს რომ ჯარში გაეწვიათ ბაბუა გახდა კავკასიის ფრონტის ვეცამონ კორნალოს უფროსი ილუშა წომაიაც იყავდათ ბოლოს 42 წელი არის უმძიმესი ვითარება თურქეთის არმია მომდგარი საზღვარზე თურქეთს საქართველოს საზღვარზე ერთადერთი დივიზია დატოვეს და ამ დივიზიაში ძირითადად იყო ვინ რეპრესირებული ოჯახებიდან დარჩენილები და რატომ მათ გერმანელების წინ გასაშვებად არ ენდობოდნენ რომ შეიძლება გერმანელების ხარეს გადასულიყვნენ ასე ფიქრობდა ჩეკაც და ასე ფიქრობდა სტალინურ რეჟიმი მაგრამ თურქეთის წინააღმდეგ დააყენეს სხვათა შორის ოჯახები ჩააყვანეს და რატომ იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ რომ ესენი იყვნენ აზნაური შვილები ესენი იყვნენ ძველ მებრძოლთა შვილები ეს იყვნენ ის ხალხი ვინც თათარს არ შეეკურებოდა თურქს ფეხს ქართულ მიწაზე არ დაადგმევინებდა და ერთი ქართული დივიზია დარჩა მილიონიანი თურქული არმიის წინააღმდეგ ყოველ დღეს სიკვდილს ეძებდნენ და ამ დროს ახტება ამ დროს გერმანული არმიის მხრიდან რაღაცა რაზმა 7 კაციანმა რაზმა გამოარღვია ფრონტის ხაზი და შემოვიდა საქართველოში და ამ 7 კაციან რაზმში იყო შოთა გედევანიშვილი მეტაური და ალექსანდრე ცომაია ჩამოვიდნენ ანანურამდე ჩამოვიდნენ მცხეთამდე მანამდე გამოგზავნილიც ჰქონდათ ცნობა რომ ძმებო დაგვთვით მაგრამ აღმოჩნდა რომ მათი ძმაკაცები ეხლა წითელ არმიაში არიან და თურქეთის ფრონტზე დგანან და მორჩა ილოცა სვეტი ცხოველთან შოთა გედევანიშვილმა შეტრიალდა და წავიდა რა თქმა უნდა საბჭოთა ჩეკა მიცოდა სმერშმა იცოდა ეს ყველაფერი დაძდევდა 44 წელს შოთა გედევანიშვილი ყირიმში მოკლეს შოთა გედევანიშვილი სანამ წამოვიდოდა საომრად მან ცოლი მოიყვანა სლავური წარმოშობის ქალბატონი ორსული დატოვა 44-ში შოთა დაიღუპა ისე რომ შვილი არ უნახავს თუ ბიჭი ეყოლებოდა შოთა უნდა დაერქმია და დედამ შოთა დაარქვა მაგრამ ხა საფრანგეთის სინამდვილეში ნაცისტური გერმანიის არმიაში მებრძოლი რა თქმა უნდა ძალიან მძიმე რამ იყო და ეს ქალბატონი ცოლად გაყვა წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე ფრანკს ბავშვი ჩაწერეს მამობილის გვარზე ბავშვი მამა არ წახსოვდა ჩვეულებრივად ფრანგულად ძდიდეთ ფაქტობრივად არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ქართულ ემიგრაციასთან ესე გავიდა 16 წელი დადგა 1957 წელი უკვე როდესაც ჩვენი დღეს დედამ და მამობილმა ეს პატარა ბავშვი რომელსაც ფრანგული გვარი და სახელი ჰქონდა დაისვეს და უთხრეს რომ სინამდვილეში შენ ხარ ქართველი მამა შენი იყო შოთა გედევანიშვილი გერმანიის არმიის ოფიცერი ქართველი რომელიც იბრძოდა და დაიღუპა კომუნისტებთან ბრძოლაში რადგან მისი თვითმიზანი და იდეა ფიქსი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა ამასობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა საშა წომაია რომლის ძალისხმევითაც კონგრესმა ჩაუტარა მოკვლევა
ნაცისტური გერმანიის მხარეს მებრძოლ ქართველებზე და გაკეთდა კონგრესის დასკვნა, ცნობილი დასკვნა გამოცემულია. ეს არის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის კვლევის საფუძველზე, სადაც რა თქმა უნდა სხვა რამდენიმე პირთან და ნომერ პირველ, ასე ვთქვათ, ჩვენების მიმცემად და დოკუმენტაციის წარდგენად გამოდის ალექსანდრე ცომაია. და ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება არ შეიძლება ქართველი, ვინც იბრძოდა ნაცისტური გერმანიის არმიაში განხილულ იქნეს ნაცისტად, ან გერმანულ სამხედროს, ასე ვთქვათ, საქმის წარმომადგენლად, ყოველი მათაგანი უნდა განხილულ იქნეს როგორც ქართველი პატრიოტი მამულიშვილი, რომელთა თვითმიზანიც იყო საქართველოს განთავისუფლება ბოლშევიკური კომუნისტური ოკუპაციისგან. და ისინი გერმანიის მხარეს მხოლოდ ამ მიზნით იბრძოდნენ. უკვე 50-იან წლებში ამერიკაში ეს ტენდენცია იყო და სხვათა შორის ამან გაუხსნა გზა ამერიკის უმაღლეს სამხედროთა ამდეობის მიღწევისათვის ჯონ მალხაშალიკაშვილს, რომელიც მამაც სხვათა შორის ამ ქართველებთან ერთად იბრძოდა გერმანიის მხარეს. და ეს ჯონ მალხაშალიკაშვილი შემდგომში გახდა ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე. საშა ცომაია დაიღუპა ნიუ-იორკში საეჭვო გარემოში. ავარიაში თითქოს შეიძლება ის მოკლა სპეცსამსახურმა საბჭოთამ, არაფრით არ არის გამორიცხული. მან შვილს სიმონი დაარქვა. და უბრუნდებით საქართველოს გადის, რომ მოკლედ აი სწორედ ამ პერიოდში 50-იან წლებია შოთა გედევანიშვილის ვაჟი გაიგებს, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი არის შოთა გედევანიშვილი. და ის აიღებს უნახავი მამის სახელს, უნაცხოვი მამის გვარს. წელიწადი არ გადიოდა, რომ არ ჩამოსულიყო თურქეთის მხრიდან საქართველოს საზღვარზე, ისტორიულ ქართულ მიწაზე, სარბთან. იდგა უყურებდა ქართულ მიწას, როგორც თვითონ ყვებოდა და ტიროდა. მან არ იცოდა ქართული. ის გაზარდა სლავმა დედამ და ფრანგმა მამობილმა. ის გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა. და საუბარია ლარის დაბეჭდვაზე, ჩვენი ფული გვინდა, ვალუტა გვინდა. მაშინ უკვე ძალიან ცნობილი პიროვნება, მთავრობის წევრია, დიდი ჯანო ბაგრატიონის ვაჟი, ჯანო ბაგრატიონი, ელდა შენგელაია ჯანო ბაგრატიონის ხვები, ფიქრობენ, რომ სადმე ეხება. ეს ისეთი სიტუაცია იმ დროს, როდესაც თქვა, ქართული ფულის დაბეჭდვა ძალიან მნიშვნელოვანია, ხა ეს კუპონი სანამდე უნდა იყოს, ხო? საუბარია ლარის დაბეჭდვაზე, მაგრამ ეს ძალიან დიდი ფუფუნება, ესე იოლი არაა, რომ მოახერხო, განახორციელო და მაშინ დააფიქსირებენ, რომ შოთა გედევანიშვილია საფრანგეთში ძალიან გავლენიანი პიროვნება. აი ეს ფრანგი მამობილის გაზრდილი. იმ შოთა გედევანიშვილის ვაჟი. ხა ჯანო ბაგრატიონმა მამამისისგან ხომ იცოდა მშვენივრად. ვისი შვილი იყო, როგორ შეიძლება ეს ხო ვერ დაემთხოვდა სახელი და გვარი. გაეცნო, ნახა. გაახსენა არ ნახული მამის ბავშვობის საძმო. და ის ლარი, რომელიც თითოეულ ჩვენთან განსხვავს, საფრანგეთის ხაზინას, სწორედ შოთა გედევანიშვილმა დააბეჭდინა. გადის დრო და შოთა გედევანიშვილი ბრუნდება საქართველოში. მირეკავენ. და აღმოჩნდა, რომ უნდა ჩემი ნახო. მან გამოიკვლია, ვინ იყო მამამისის საძმო. საძმაკაცო, სამეგობრო. ჩვენ შევხვდით. წავედით. მე შარვალს ამბავიც გავახსენე. შარვალი ვერა, მაგრამ ლარი დავაბრუნეო. ერთად ვიქეიფეთ. სხვა შორის პარადოქსი ის ჩემზე დიდი იყო, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად მამან ჩემის დაო, მაგრამ ერთი და იგივე სახელების, მე სიმონ მასხარაშვილი, ის შოთა გედევანიშვილი. ჩავედით ცხეთაში, იმ სახლში. და პარადოქსი.
მე გარკვეული დაავადება მჭირს თვალზე. ეს არის დეგენერაციო პიგმენტოზარეტინაე. ის ფორმა დაახლოებით მე რომ აქვს 60 მილიონში ერთ კაცს აქვს და სხვადასხვა ფორმები ერთად რო ავიღოთ 20-30,000 ადამიანში ერთი შემთხვევა გვხდება. და აღმოჩნდა რომ შოთა გედევანიშვილს ზუსტად იგივე დაავადება ჭირს რაც მე. გამოუგნებელი იყო ორივესთვისაც. ვიქეიფეთ, უყურეთ. და ყველა საინტერესო რა იყო, იცით, მე ფრანგული არ ვიცი. მან ქართული არ იცის. ორივე ვიცოდით რუსული. ის სლავმა დედამ გაზარდა. მე რუსულენოვან გარემოში გავიზარდი. მაგრამ თარჯიმნით საუბრობდით, ან ლაპარაკობდით მე ქართულად და ის ფრანგულად. იმიტომ რომ სიმონ მასხარაშვილი და შოთა გედევანიშვილი ერთმანეთთან რუსულად ვერ ილაპარაკებდა. ვერ ილაპარაკებდა იმ ენაზე, რომლის აღმოფხვრა და აღმოშანთვა ჩვენი მიწიდან ბაბუაჩემის და მამამისის თვითმზანი იყო. ამ ყველაფრის ფონზე ცეკვავდა ილიკო სუხიშვილი. ცეკვავდა ჯანო ბაგრატიონი და აცეკვავდა საქართველოს ჯარისკაცის მამას უკუდავყოფდა სერგო ზაქარიაძე. კატამონთან სიტყვას ამბობდა ირაკლი აბაშიძე. ეს საქმე ვერ კუდებოდა, გრძელდებოდა. ილიკო სუხიშვილი ქართულ ანსამბლთან ერთად ბუენოს-აირესში აღმოჩნდა. თემ მსოფლიო მოიარეს. და ხდება ესეთი რა. საელჩოში არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნა მოდის, რომ ერთ-ერთ რესტორანში უნდა გაიმართოს ქეიფილხინი ქართული ცეკვის ანსამბლის, სუხიშვილების ანსამბლის საპატივსაცემად. და იქ მიდიან. აღმოჩნდება, რომ სუფრა ქეიფი არის აბსოლუტურად ქართული. არის ბრწყინვალედ გაწყობილი ყველაფერი. ყველა თებზე დევს რაღაც სპეციალურად დამზადებული სანთებელა. თითოეულისთვის უძვირფასესი საჩუქრად. მაგრამ ყველაფერი არის ქართული, მეტის თბილისური. ბევრი რაღაცა ის, რომელიც 10-ან 20-ან წლებში იცოდნენ თბილისში. არადა მთელი დარბაზი მხოლოდ სუხიშვილების ანსამბლს უკავია და ერთადერთი მაგიდად გას სადღაც კიდეში. სადაც მარტო ზის ერთი კაცი არ ირღევა, არც ესალმება, უბრალოდ უყურებს ილიკო სუხიშვილს. შეხედა ილიკო სუხიშვილმა და იცნო. ილიისტი, ბავშვობის განუყრელი ძმაკაცი, სტანკო მამულაიშვილი. როგორც გაირკვა თუმე სტანკო იყო ამ რესტორნის და სასტუმროს მეპატრონე, მილიონერი. მთელი არგენტინის ხელისუფლება ჩართო, რომ ნება მიეცათ ბავშვობის ძმაკაცი, თანაილიისტი, ილიკო სუხიშვილი წამით ენახა და თვალებით ემეტყველათ ერთმანეთთან. არ დალაპარაკებენ ისინი ერთმანეთს. ისე დაბრუნდა ილიკოს საქართველოში და სხვა ილისტებს, მათ შორის ბაბუაჩემს, ჯანოს აუწყარო. სტანკო ცოცხალია. კი, სტანკო დღესაც ცოცხალია. ჯანო ბაგრატიონი დღესაც ცოცხალია. ილიკო სუხიშვილი დღესაც ცოცხალია. რაფო ელიგულაშვილი დღესაც ცოცხალია. ირაკლი აბაშიძე დღესაც ცოცხალია. შოთა გედევანიშვილი დღესაც ცოცხალია. ილუშა ცომაია დღესაც ცოცხალია. მერი ერისთავი დღესაც ცოცხალია. კოკოშა ლომაია დღესაც ცოცხალია. ვანო კვესიტაძე დღესაც ცოცხალია. ძმები ჩხეიძეები დღესაც ცოცხლები არიან. ძმები ლაღიძეები
დღესაც ცოცხლები არიან. სერგო ზაქარიაძე დღესაც ცოცხალია. რაც შეეხება გამცემს. გამცემი მოკვდა.